ხედავთ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები ანთავისუფლებენ ამ ტერიტორიას. თავით იქით ვაჩვენოთ, სპეციალური კორდონი აქვთ ახლა გაკეთებული. ამ ტერიტორიას ახლა გაანთავისუფლებენ, ჩაწევენ აქციის მონაწილეებს ამ სპეციალური კორდონის მეშვეობით უკვე ქვემოთ იმისთვის, რომ კლანის მოსამართლეებმა დატოვონ რესტორანი ისე, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი და არ გაიგონ ადამიანების პროტესტის ხმა. ჩვენ ვართ ახლა სწორედ კორდონის შუა ნაწილში. ვაჩვენოთ დავით იქით ვითარება. აქ არიან, ხედავთ, ესენი არიან სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები. ერთი წუთი ხელს ნუ შემიშლით. იქით ხარეს ვარ გადასული. მე ჟურნალისტურ საქმიანობაში ვარ. გადაბზანდით თქვენ თავად. ხედავთ ახლა ჩვენ. აი, დავით იქით კარი ვაჩვენოთ. ჩვენ ახლა ხედავთ, რომ მოსამართლეები ტოვებენ ამ ტერიტორიას ასე სპეციალური კორდონის მეშვეობით და არ გვაძლევენ ახლა ძალოვანი უწყების თანამშრომლები. რომ ეს კადრები გადავიღოთ, ხედავთ, გესმით ეს შანახილები ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ ახლა რომ წარმომადგენლებით იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ამ კადრების გადაღება თუ როგორ ტოვებენ მოსამართლეები რესტორანს ახლა სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს აქვთ დავალება მიღებული, რომ დაიცვან кейფი და მოკეიფე მოსამართლეები, აი კორდონი დაიძრა. ეს არის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების კორდონი. დავით გადმოდი დავით, განსაკუთრებით აგრესიულები არიან ეს ადამიანები, განსაკუთრებით აგრესიულები არიან და ასე სპეციალური კორდონის მეშვეობით მოახერხეს, რომ ეს წინასწარ გაენთავისუფლებინათ და გამოეყვანათ ის ერთი წუთი ხელს ნუ ურტყავ. ეს მოსამართლეები, რომლებიც იყვნენ ბაბილონში და ჰქონდათ სახალხო ღონისძიება. სავარაუდოდ ამ ადამიანებმა ახლა ხარებასგან მიიღეს ის დავალება, რომ ეზრუნათ მოკეიფე მოსამართლეებზე, მათ უსაფრთხოებაზე და ასე. სპეციალური კორდონის მეშვეობით მოსამართლეების ნაწილმა უკვე დატოვა ეს ტერიტორია. ახლა ერთი წუთი ასეთი დავალება გქონიათ ოდესმე, რომ ერთი წუთი ხელი ასეთი დავალება გქონიათ ოდესმე, რომ მოკეიფე მოსამართლეები დაგეცვათ. მოკეიფე მოსამართლეები დაგეცვათ. მე არ ვქეიფობ და მოკეიფე მოსამართლეების დაცვა თქვენი ახალი დავალებაა? ბატონმა ზვიადმა გითხრათ, რომ ასე უნდა დაიცვათ მოკეიფე მოსამართლეები? არ მინდა მე დაცვა, ძალიან დაცულად გძნობ თავს. გეკითხებით, ამ კითხვებზე მიპასუხეთ. მიპასუხეთ კითხვაზე, ასეთი დავალება გქონიათ ოდესმე? სავარაუდოდ დიდი სტაჟი გექნებათ და ასეთი დავალება გადაიწიე რა. ნუ მიყვირი ბიჭო. გადაიწიე. გადმოვიდა. სხვებსაც გავესაუბროთ, გავიგოთ მათ თუ გქონიათ ასეთი დავალება. სალამი, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, ბატონო სპეცრაზმელო. ეს რას ნიშნავს? შენი დედა შევეც შენი. მოგიხან ოჯახ. თქვენ გაგესაუბრებით რა. კარგი გადადი რა. რას პროვოკატორი? ეს არ არის აგრესია, აბა რა არის? არ არის ეს გადაბზანდი. არ არის ეს აგრესია, გადაბზანდი. არ ვაპირებ თქვენთან საუბარს, გადაბზანდი. ასეთი დავალება თუ გქონიათ, მოკეიფე მოსამართლეები და გადაბზანდით, გადაიწეთ, გაანთავისუფლეთ. როგორც ხედავთ და როგორც გესმით, სპეცრაზმელები ახლა არიან მობილიზებული იმისთვის, რომ დაიცვან მოკეიფე მოსამართლეები. სპეციალური კორდონი გააკეთეს, ხალხი ჩაწიეს და ასე მოახერხეს მოსამართლეების გაყვანა ამ ტერიტორიიდან. გადადი ვიციე. უგვაწვევით ერთი წამი რა. უგვაწვევით მერე ერთი წამი. მანქანა. მოდი აქეთ მანქანა. აქეთ შემოდი. მეც აქეთ ვარ. ბოლოს ადრე გძელოზია.